მოგესალმებით მეგობრებო, ყველა გაიგებდით იმ შემზარავ ამბავს, რასაც არაბული ინვესტიცია ქვია. 600 ჰექტარი მიწა გადაეცა არაბებს თბილისთან ახლოს ქალაქის მშენებლობისთვის. ასევე ბათუმში გადაეცათ 250 ჰექტარი მიწა იგივე ქალაქის და რაღაც ქალაქური ტიპის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის. იქ რაღაცა ეს პლაჟი და ეგეთ ვარიანტებში. აი ინვესტიცია იცი რას ქვია მთავრობა? აი რო შემოიტან ფულს, იმ ფულით ამუშავე ფაბრიკა, ქარხანას. ხო და მერე იქიდან მოგებული ფულით რო გაისტუმრებ ინვესტორს. აი მას ქვია ინვესტიცია. ეხლა თქვენ რასაც აკეთებთ, ეს არის ქვეყნის ღალატი, ამას მეტი არაფერი არ ქვია. თქვენ წარმოიდგინეთ, ჯერა აფხაზებმა და ოსებმა რა გვიქნეს? ჩვენ გაშეფარებული ხალხია მაგენი. ხო და არაბები რას გვიზამენ? მერე ჩვენ იქით ამხელა პლაცდამს რომ მივცემთ. ფაქტიურად ორ ქალაქს ვჩუქნით ქვეყანაში არაბებს. ეს ჩვენთვის ხო? ჩვენთვის რასაც ქვია ქართველებისთვის ეს ინვესტიცია, არაბული ინვესტიცია, ეს არის ჩვენთვის აი გლეხურად რო ვთქვა, აი უბრალოდ სიტყვებით რო ვთქვა, ეს არის აი კუჭის სავარცხელი რა რასაც ქვია. კუჭის სავარცხელია ეს არაბული ინვესტიცია, მე ჩვენც არაფერი არ არის. და არაბებს ეძლევათ, ეხსნებათ ხელფეხი, რომ საქართველოში შექმნან პლაცდარმი და მოვადრო და საერთოდ საქართველოს მე თავის დროზე იქით თავიანთ ქვეყნადაც გამოაცხადებენ ის დროც მოვა. ჩვენ ეს თუ დაუშვით ხალხმა. ეხლა ყველა უნდა გავერთიანდეთ, ბრძოლა დაწყებულია. ალტინფო ხელმძღვანელობს ამ იმას რა ქვია, ამ ბრძოლას და ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ძლავრი პროტესტი უნდა აგორდეს ქვეყნის მასშტაბით, ნაბიჯ-ნაბიჯ ეს ამ საქმეში მთავრობა უნდა უკან დაიხიოს და უკან უნდა დავახევინოთ და ეს ინვესტიციები და ეს პროექტები, ეს არაბული ინვესტიცია უნდა ვაფშე უკან უნდა გავატანოთ იმ ვიღაც არაბი რო ჩამოვიდა იმას. აი ეს ხელშეკრულება თავზე უნდა გადავახიოთ მაგას. რა არაბი არის ოკუპანტი, შეულებრივი. მეტი არაფერი არ არის, მარტო რუს რო იძახიან, ოკუპანტი. რო ეძახიან მარტო რუს ოკუპანტს. არაბი მანამდე იყო ოკუპანტი, სულ არ არსებობდა რუსეთი. მაშინ იყო არაბი ოკუპანტი და 400 წელი თბილისი ეჭირა და ტელი ამბავი და ძლივს ხმლით გამოვედით მაგის ოკუპაციიდან, არაბული ოკუპაციიდან ძლივს გამოვედით ხმლით და აგერ ეხლა 21 საუკუნეში თავრობას ლანგრით მიაქვს საქართველოს არაბებზე. და არც მე რა ქვია იმას. ამ დიდი გაჭირებით მოტანილ ქვეყანას აგერ ფულზე ყიდის, რასაც ქვია. ძალიან აღელვებული ვარ მეგობრებო, ძალიან აღელვებული ალტინფო ხელმძღვანელობს ამ ბრძოლას, ამ არაბული ინვესტიციის წინააღმდეგ ბრძოლას, გავერთიანდეთ მის გარშემო. ყველამ ასეთი უნდა ჩავიდოთ გულში, რომ ან გამარჯვება, ან სიკვდილი. გამორიცხოთ ჩვენ არ უნდა დავთმოთ მაგი არაფრის დიდებით. ეს არის ჩვენი დაღუპვა, ეს არაბული ინვესტიცია, 600 ჰექტარი მიწა როგორია, 600 ჰექტარი მიწა როგორია, რომ არაბებს ჯუქნი და მე ქალაქები და რაღაცებს ააშენებს და ფაქტიურად ქვეყნის გაყიდვა ქვია, ამას მეტი არაფერი არ ქვია. აი როგორც თავის დროზე იყო ნამოხვანი მოღალატური პროექტი, ანაკლია თავის დროზე, მიშა რო უბერავდა, ანაკლია და რაღაცეები და აი კუჭის სავარცხელი იყო ეს ქართველი კაცისთვის. აი ეს იგივე სიტუაციაში ვართ დღესაც ამ არაბულ ინვესტიციებთან მიმართებაში. ეს არის სუფთა მოღალატური პროექტი, რასაც ქვია რა მეგობრებო. აგერ გეტყვით ახლა ჩემ ნომერს 568 გამოვაცხადებ 568 755 934. გავიმეორებ ისევ 568 755 934. ვისაც უნდა შემეხმიანოს, გავერთიანდეთ და დეკემბერში იგეგმება დიდი პროტესტი, დიდი აქცია. ასე თქვა ალტინფოს ხელმძღვანელობა, მაგრამ ალტინფოს რა შუაშია, ვინც არ უნდა იყოს ამის წინააღმდეგ, ხო? ყველას გვერდში უნდა დაუდგეთ. ეხლა მე იმას არ გულისხმობ, ლელო და ვიღაცეები და ნაცები და ვიღაცეები სიაფანწეროვითომ რა ქვია, აპროტესტებენ ამ იმას. სუფთა ეროვნულ საქმეს. იმაზე არ მაქვს მე საუბარი. პირიქით ეს ლელო და ესენი, ხო, იმიტომ აპროტესტებენ, რომ ამ სუფთა ხალხს ჩირკი მოგვეცხოს ჩვენ. ამ პროტესტის პროცესში ჩირკი რომ მოგვეცხოს, თორე ლელოს რა იზუჭირს, რა ქვია? საქართველოს მიწა უჭირს ლელოს, რომელმაც 1000-ობით და 100,000-ობით ხალხი გამოაგდო ბანკიდან, ხაზარაძე. მაგაზე არა აქვს საუბარი.
ზუსტად ის მტრის შემოგდებულია ეს ლელოები და ეგეთი ვიღაცეები, ეს ოდიოზური ფიგურები, რომლებიც მე სახელი უნდა გაუტეხონ ვითომ სუფთა ხალხს, აი ხო ხედავ როგორი ხალხი აპროტესტებს ამ იმას, რა ქვია, ამ ინვესტიციას. არ არის ესენი კაი ხალხი. ამიგე? და ასე უნდა რაღაცნაირად გადაფარონ ჩვენი ხმა, მაგრამ ნურას უკაცრავად. ყველა ბრძოლა მოგვიგია, მეგობრებო და ამასაც მოვიგებ. თავარია ერთმანეთს დაუდგეთ გვერდში. მთავრობამ ნებისმიერ უნდა დავახევინოთ მთავრობას უკან. ამას არაფერი არ შველის. უნდა დაიხიოს და უნდა ჩაშალოს ეს რა ქვია, ეს ხელშეკრულება რაც დადო არაბებთან. გამორიცხული ვარიანტია. ჩვენ ეხლა აქ არაბეთს ვერ გავაჩენთ იმაში, რა ქვია. საქართველოში. ეს ვიდეო გააზიარეთ. ვიმეორებ კიდევ ერთხელ 600 ჰექტარი მიწა გადაეცა არაბებს არაბული ქალაქების მშენებლობისთვის თბილისში და ასევე ბათუმში გადაეცა კიდე რა ქვია იმას 250 ჰექტარი მიწა იქაც ქალაქების და რაღაც პლაჟის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გადაეცა არაბებს რა რასაც ქვია და წარმოიდგინეთ ეხლა თქვენ და 6 მილიარდ ნახევარი აი მოდის ჩვენ წინააღმდეგ როგორ იცი? დამხმარეთ კი არა. აი როგორც מחხვილი მოდის, რა ქვია, მტრის מחხვილი. აი ამ როლს თამაშობს ახლა ეს 6 მილიარდ ნახევარი ფული, რომელთაც შემოდის არაბი ინვესტორი. წარმოიდგინეთ, თვითონ არაბმა თქვა, რომ 60% ჩვენთვის გვინდაო, 60%-იო ხალხო. 60%-იო და ეს 40% რა, 40%-ის ყიდველი ქართველია, მაგათმა არიციან ქართველი, რის ყიდველია და რის ფული აქვს. 100% შენდება აქ არაბული ქალაქები. მაშინ ვიგნებით დაღუპული, ჩვენ თუ ეს გავუშვით. ძალიან აღელვებული ვარ მეგობრებო, ძალიან აღელვებული რასაც ქვია. მაგრამ ერთსულოვნებით ჩვენ ამ ბრძოლასაც მოვიგებთ. ბევრი მოგვიგია, ბევრი. ყველა LGBT პრაიდები გინდა, თავრობას გადაგვიყენებია, თავის დროზე ნაცები და უბედურები. რა ვიცი. გიძულებითი ასრების წინააღმდეგ მოგვიგია, ბრძოლა, ამოყვანი მოგვიგია და ამ ერთსულოვნებით და იმ გაჭირვებულმა ხალხმა მოიგო ეს ყველაფერი. გამიგეთ? ისევ ჩვენ უნდა წამოვდგეთ ფეხზე და აი ჩვენი ქვეყანა ჩვენ უნდა დავიცოთ, არავის იმედი არ გქონდეთ. იგეგმება დეკემბერში აქცია, დიდი აქცია ამ იმასთან რა ქვია, თემასთან დაკავშირებით და შემეხმიანეთ. და კიდევ ვიმეორებ რომ ჩემ ნომერს 568 755 934. დამირეკოს ვისაც უნდა ამ თემაზე. ვინც გვერდში დაგვიდგება კი არა, დაუდგება საქართველოს და აქ ახლა არა აქვს მნიშვნელობა ვინ მისი მომხრეა და იმის მომხრე და ამის მომხრე. ეს არის ყველა საერთო გაჭირვება თუ კი რამე გრამი უტოკავს კაც ეროვნული სულის და ეროვნული ნერვი თუ უტოკავს კაც ეს ახლა ყველა ერთმანეთს უნდა გავერთიანდეთ ამ საქმეში.